ალბათ გქონიათ შემთხვევა, რომ კოღოები მხოლოდ თქვენ გკბენენ და თქვენს გარშემო არავის. ასეთ დროს იტყვიან ხოლმე გემრიელი სისხლი გაქვსო. აღმოჩნდა, რომ სისხლის ჯგუფზეც ყოფილა დამოკიდებული ეს ფაქტორი და ამ ფაქტორს სამეცნიერო ახსნაც ჰქონია. პირველი, სუნი და ცხიმების, ანუ ქიმიური ნივთიერებების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ვის კანზეც აქვთ უფრო მაღალი დონე ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის კარბოქსილიანი მჟავები, მეტად იზიდავენ კოღოებს. იმავე კვლევებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთი ნივთიერებით საქმე არ შემოიფარგლება. სხვადასხვა ქიმიურ ნაერთების კომბინაციებით განსხვავდება სუნი, რომლებიც რა თქმა უნდა კოღოებს იზიდავს. კანის ბაქტერიების მრავალფეროვნება და კანის ტიპი თამაშობს მნიშვნელოვან როლს. მაგალითად, ნაკლები ბაქტერიული მრავალფეროვნება უფრო პრიორიტეტულია კოღოებისთვის. ნახშირ დიოქსიდის, ანუ CO2-ის გამოყოფა და სხეულის ტემპერატურა. კოღოები გრძნობენ ადამიანის მიერ გამოყოფილ CO2-ს, რაც მათ ეხმარებათ დიაპაზონის, ანუ საუკეთესო საკბენი ადგილის შერჩევაში. სხეულის ტემპერატურა თავის მხრივ სითბო და კანის ცხიმოვანი სტრუქტურაც მნიშვნელოვანია. სამიზნეები არიან ასევე ორსული ქალბატონები, ან ადამიანები, ვინც ვარჯიშობენ ან ფიზიკურად აქტიურები არიან, რადგან მათი სხეული გამოყოფს გარკვეულ ცხიმოვან ნივთიერებებს. არსებობს მონაცემები, რომ ადამიანები, რომელთა სისხლის ჯგუფი არის O, შესაძლოა კოღოებისთვის უფრო მიმზიდველები იყვნენ, ვიდრე A ან B ჯგუფები. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც მეცნიერები ვერ თანხმდებიან და მუდმივად კამათობენ, არის ტანსაცმელი. კოღოები უპირატესად არჩევენ მუქ ფერს ტანსაცმელზე, როგორც ვიზუალური ნიშანი. სხვათა შორის არის მარტივი მეთოდი, რომელიც შემაწუხებელი ქავილისგან დაგეხმარებათ. კოღოს ნერწყვის საშუალებით შეჰყავს ცილები თქვენს ორგანიზმში, რაც იწვევს სიწითლეს, შეშუპებას და გამაღიზიანებელ ქავილს. ეს ცილები მგრძნობიარეა სითბოს მიმართ. თქვენ მხოლოდ ლითონის კოუზი გჭირდებათ, რომელიც დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გააჩერეთ ცხელი წყლის ქვეშ. შემდეგ კი ნაზად დააჭირეთ ნაკბენზე რამდენიმე წამის განმავლობაში. დაარწმუნდით, რომ ძალიან ცხელი არ იყოს. სითბო დენატურირებს, ანუ შლის კოღოს ნერწყვის ცილებს, რათა თქვენმა სხეულმა შეწყვიტოს მათზე რეაგირება, რაც სწრაფად ამშვიდებს ქავილს და ანთებას. ეს მარტივი მეთოდი უსაფრთხოა ბავშვებისთვის და მგრძნობიარე კანისთვის და საუკეთესოდ მუშაობს. შესაძლოა უკვე კოღოები არ გკმენენ, მაგრამ დაიმახსოვრეთ და ზაფხულში გამოიყენეთ.